მოგესალმებით მეგობრებო, გონი ნელ-ნელა გადავეჩვევი ვიდეოების ჩაწერას, ისე ვატყობ. აა, ხო და ახლა ერთ ადამიანს მინდა მადლობა გადაუხადო. მოკლედ დღეს გამოღვიძა საშინელმა ჭექა-ქუხილმა. დღეს ვარ მეორე ცვა და ვიფიქრე დავიძინებ, გამოვიძინებ, ისე ტკბილად მეძინა. ხო და შევჩივლე ძეწას, მეთქი რა იყო, მეთქი შენც აღარ მაცალო ეხლა ძილი თქო. ისეთი ჯახაჯუხი იყო, რომ აი ერთხელ ორჯერ დაიგუხა გასაგებია, მაგრამ აი რო არ ჩერდება. ის კი არა, ძილისთვის სპეციალურად ჩამერთია ხოლმე ისეთი ვიდეოები თუ გინახიათ, აი წვიმის ხმა რო ისმის, ცოტა იქ ყრუთ ჭექა-ქუხილი, ანუ ამშვიდებს ეს წყლის ხმა, ეს წვეთების წვიმის ხმა და რაღაცა და მქონია მე და სოსოს ეს ჩაგვერთია და ანუ ისე დაგვიძინია. ყოფილა ის ბუხრის ეს შეშის კაცათკუცის ხმაზეც დაგვიძინია. ეს ბოლო ხანები ეს ჰერცები როა ეს სამკურნალო და ესე ვთქვათ მაგას ვტოვებთ ყოველთვის ღამეს ან დაბალ ხმაზე და თავისთვის ანუ ეს 11 საათიანი 12 საათიანი. ხო და ესეთი ისა გვაქვს, მაგრამ ეს რა იყო? ბახ, ბუხ, ჯახ, ჯუხ, მე რაღაცა მომენტში ისიც ვიფიქრე, მეთქი მომიხوارდა იწოდა იქნებ და მე გონია რომ ჭექა-ქუხილია თქო, ჯვარი გწერია. მაგრამ რომელსაც შეეხება არ ვიცი მეგობრებო, ძალიან რა ვიცი, აი რა უნდა ვთქვა, ისეთი დროში ვცხოვრობთ, რომ მე უკვე თავი და ბოლო ვეღარ გავიგე მართლა ვერაფრის. ისეა შეცვლილი ყველაფერი. რა ვთქვა ისიც არ ვიცი, იმიტომ რომ რაც ვთქვი ისიც საკმარისი იყო. ესე იგი, ნუ ადამიანობა რო აღარ ფასობს და ვინ წინ წავა, ვინ რაღაცა, ანუ თავებზე გადაივლის და რაღაცა თავისი ასე ვთქვათ მაგარი ტიპობით რაღაცას გაიტანს და რაღაცას მიაღწევს, აი ეს არის რა ამ ბოლო ხანში რაც ხდება. ხო და აღარავის არ ჭირდება არ ჩემი წესიერება, არ ჩემი სიკეთე, არც შენი არაფერი, ანუ ადამიანური არაფერი არ ჭირდება არავის. ყველა არის გადასული მე და всё. ხო და უკვე იმასაც კი არ უკვირდებიან, რას ლაპარაკობენ, როგორ ლაპარაკობენ. ისეთი ადამიანები, რომლებიც გესიმპათიურება და იმათგანაც რომ რაღაცა ისეც მოისმენ, რაღაც ერთი სიტყვაც კი რო ხდება რაღაცა ესეთი გადამწყვეტი, მაგრამ მე ისეთი ადამიანი ვარ, ესე იოლად ვერ იმას ვიზამ, ვერ შევიცვლი რა თქმა უნდა ადამიანზე წარმოდგენას. რა უნდა მოხდეს მართლა ისეთი, რომ შემეცვალოს ხოლმე ადამიანებზე წარმოდგენა, მაგრამ ნუ ზოგადად ეხლა მთლიანად რაც ხდება ეხლა ჩვენ ქვეყანაში და საერთოდ მსოფლიოში, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ღირებულებები ქრება და ის ღირებულებები ქმნის ზუსტად ადამიანებად, ხო და არ ვიცი რა უშველის, ალბათ რაღაცა, რა ვიცი, ღვთო დავიფაროს, მაგრამ რაღაცა საერთო გაჭირვება კიდე ძალიან მძიმე სიტყვები თვითონ მოსასმენათაც მძიმეა, არა მსუ წარმოიდგინო რა შეიძლება იყოს, ხო? საერთო გაჭირვება, რომ ხალხი ერთად დადგეს, ხდებით? ხო, ეხლა ვეძებდი მობილურში. ნათიას მინდა მადლობა გადავხადო იქ და მოულოდნელი იყო, რამდენი ხანი გავიდა იმ ადრინდელი ვიდეოს შემდეგ. მიხვდება ბევრი, რასაც გულისხმობ, აღარ გავაჟღერებ, აღარ გავახმოვანებ.
ხო, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანი ხვდება რომ მადის მაინდა-მაინც არა აქვს ესე ვარტყავილებით მომფენილი ცხოვრება და წვალობს რაღაცას აკეთებს, ხო? და აი ესე გვერდში დგომისთვის ძალიან დიდი მადლობა ნათია, აი უღრმესი მადლობა. ძალიან მოულოდნელი და აი ესეთი იყო რაღაცნაირად გავოცდი, გამიხარდა და მესიამოვნა, რაც მთავარია პირველ რიგში ის მესიამოვნა, რომ აი ესეთი აი სიურპრიზის მომენტი იყო და ჩაგედოლა მართლა ძალიან. ღმერთმა აი 100 მაგათ, 1000 მაგათ, ну აი მოკლედ დაგიბრუნოს ისე როგორც შენ გაგიხარდება. ხო და მოკლედ თან ახლა ესეთი სამავს ახლა ეს ჩემ პირად ჩვენ გასაჭირს გავახმოვანებ ცოტასა. მ მოკლედ ხო არ არის ისე ყველაფერი დალაგებული ცხოვრებაში რომ ზუსტად აი გაწერილი იყოს რომ აი ემთხვეოდეს ყველაფერი რომ ვთქვათ კომფორტულად რაღაცა მოხერხებულად იხდიდე სახედებს და ასე შემდეგ. მოკლედ ინტერნეტის ის მოგვიახლოვდა რა და მეთქი რა ვქნა, კაპიკზე ვადებ, ვინახავ, ვაგროვებ რაღაცა რაც შემიძლია. სადღაც რამდენი მქონდა მოგროვილი 11 ლარი თუ 12 ლარი. ამ დროს ინტერნეტი ცოტათი გააძვირეს 53 ლარი გახადეს და მეთქი, ნუ დავადებ ცოტ-ცოტას რაღაცა და მანამდე იქნება რაღაცა და გადავიხდით ხო და მოხდა ისე რომ მოკლედ იქ ერთი დამთავრდა, იქ ის დამთავრდა. საჭმელი ისეთი რაღაცა ვერ გაექცევი ამ ხარჯს. აი ეს არავინ არ თქვას რომ ის მოიკელია ეს აი ლაპარაკით ყველაფერი მარტივია საქმეზე რთულია გაკეთება. ხო და ეხლა ეხლა ვინმემ არ გამომხდეს არ მითხრას რომ რაღაცა იქნეს უძი რა არის ყიდო სიგარეტეც კი მიფიქრია მე ნუ სიგარეტი საერთოდ დავანებო მაგრამ ვინც მწველია ის კი გაიგებს აი ესე მარტივად არ ხდება და ფაქტიურად შემიძლია ვთქვა რომ რაღაცა აი ნარკომანიის ნუ აი ეს თვითონ ნარკოტიკის თვითონ და სხვა ის არის ანუ როგორ ვთქვა ისე რომ კორექტული იყოს. მოკლედ დამოკიდებულება იმდენად ძლიერი, რომ ესე მარტივად მოხდეს ამის რაღაცა გაკეთება, თუმცა სურვილი არის მართლა დიდი უკვე ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ მე თვითონაც ვატყობ, რომ უკვე ზედმეტია ხარჯის თვალსაზრისითაც, თუმცა ერთადერთია რაზეც ანუ რასაც ჩემ თავზე ფაქტიურად ხარჯავ ეგ არის მაგრამ ეგაც მინდა ამბობ და ჩავანაცვლო მაინც რაღაც სასარგებლოთი და მოლოდინი მაქვს რომ გამოვა რაღაცა ხო მართლა სასარგებლოზე გამახსენდა მეგობრებო ისეთი სეზონი დადგა ეხლა რომ ეხლა ჩემგან ბევრს არ ესწავლება რაღაცებმა ვინც არიცით ეს ის პერიოდია ანუ ეს გარდამავალი ზაფხულიდან შემოდგომაზე როცა ადამიანის ორგანიზმი უნდა მოემზადოს ზამთრისთვის ეს არის ფრაზა Game of Thrones-ში winter is coming. ხო და აი winter is coming და მოვემზადოთ რომ ენერგია ასე ვიყოთ, ჩამთელად ვიყოთ, რომ რთულ სეზონს მოდით ასე ვთქვათ, ზამთარი მაინც რთული სეზონია. დაავადებების თვალსაზრისითაც, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, იცის გამძაფრება, იცის თავის გამოჩენა, ეს ავიტამინოზის, ანუ გარდამავალი პერიოდშიც თუ არ მოძლიერდა ორგანიზმი, მერე შუა ზამთარში შეხვდება ამ პრობლემებს. ამიტომ ნუ ახლა ვისაც გაქვთ იმის საშუალება, შესაძლებლობა რომ მოახერხოთ ეს ყველაფერი, აუცილებლად უნდა ანუ კვების რაციონს მიაქციოთ ყურადღება. ახლა დიეტობანას და რაღაცა იმის დრო არ არის, ეს არის აბსურდი. ჯანმრთელობა პირველ რიგში, ჯანმრთელობა ჯობია ყველაფერს და
უნდა ასე ვთქვათ, მოამჯობინოთ თავი თუ როგორ ვთქვათ, მ, გააძლიეროთ რა ორგანიზმი რთული სეზონის შესახვედრად. რა არის ახლა ეს პირველი ესეთი აა, რაც ჯერეთი რომ ყველა ორგანიზმში არის ეს დაქცეული პარაზიტები, როგორ არ მიყვარს ეს რაც, მაგრამ ეგ არის რაც აბერებს, რაც ანადგურებს ადამიანს და აა ორგანიზმს ეხლა კაი ისე ვიტყოდი. ალბათ მიხვდებით რა თქმაც მინდა და ხო და ასე რომ არ იყოს, მოკლედ ჯერ უნდა წმენდა მოხდეს ორგანიზმის, აი უნდა გაიწმინდოს მთლიანად სხეული, მთელი ეს კუჭნაწლავი, ყველაფერი, რომ ასე ვთქვათ, შეამზადო სუფთა იმისთვის, ხო? და რითი ხდება ეს გაწმენდა სეზონებიც კი თვითონ კარნახობს რა რისთვის არის ისე ჰაერზე არაფერი არ არის სამყარო იმდენად როგორ ვთქვათ ეს კანონზომიერება იმდენად აი გრამატიკულად მოდი ესე უბრალოდ ვიტყვი გრამატიკულად არის აწყობილი ყველაფერი რომ თვითონ გვეუბნება ბუნებაც ყველაფერი რა ყველაფერს მაგრამ ჩვენ რატომღაც ზოგ უმეტესობას მინდა ვჯეროთ რომ უმეტესობას გვესმის მოკლედ შემოდგომის ხილი და პოსტეული რა არის ხო ეხლა დაიწყო თუმცა ყველა სეზონზე შეიძლება ყველა ხილი და ის შევძინოთ მაგრამ თვითონ ბუნებრივად როგორც ხდება რა არასათბურების პირობებში თვითონ ბუნება რასაც გვაძლევს სეზონის მიხედვით ისე გოგრა ხომ შემოვიდა ეხლა აი ეს გოგრა არის საუკეთესო საშუალება თავისი მარცვლებიანად და პირველ რიგში მარცვლებია რაც არის ერთი სუფრის კოლზი გარჩეული გოგრის მარცვალი ოღონდ უმი არანაირი მოხალვა არანაირი თერმული დამუშავება უმი რომ ნივთიერებები იყოს აქტიური დღეში ერთხელაც ეს ერთი სუფრის კოლზი რომ მიიღოთ ესეც უკვე ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯია ორგანიზმის გასაძლიერებლად, დასაცუთავებლად პარაზიტებისგან. თვითონ გოგრის რბილობილი, ანუ თვითონ ისიც თავისთავად შეგიძლიათ გამოაცხოთ, შეგიძლიათ სხვადასხვა ინტერპრეტაციით მოამზადოთ ზოგს, ვიცი რომ არ უყვარს გოგრა. ვისაც არ უყვარს, შეუძლია ვთქვათ რაღაცასთან ერთად შეაზავოს, მაგალითად სოცოს ძალიან უყვარს გოგრა ყველა მდგომარეობაში, თუმცა წვნიანი, ანუ კრემსუპი რო ეძახიან, ხო? კრემსუპი უყვარს ძალიან და კრემსუპი კიდე სულთან გოგრით არ მზადდება. ანუ გოგრა, იქ არის კარტოფილიც, სტაფილოც და მოკლედ ბოსტნეულის ასე ვთქვათ მიქსი, ну, გოგრა არის აქ თავარი ისა ფერსაც აძლევს, გემოს რო ვთქვათ, ახლა ძალიან ყვირის თუ არა, მაგრამ არის თავისებური. და ამის კრემსუპს ვუმზადებ ხოლმე. და გემო ახლა როგორც აი სუფთა გოგრის გემო არ იგრძნობა, არის ძალიან გემრიელი წვნიანი, ანუ კრემსუპი. უკეთდება კამა, ცოტაოდენი პილპილიც კარგია, ანუ წიწაკა, პილპილი აი ესეთი რაღაცები, რაც პარაზიტებს არ უყვართ და ვერ იტანენ. ხო და რა უყვარს პარაზიტებს? ახლა გეტყვით. ну, ახლა ვისაც ალკოჰოლი უყვარს და ხანდახან ათაში ერთხელ მიირთმევს, ეს არის მაგის ეს რუსულად ვთქვათ ლაკმუსტვა პარაზიტების რა ეს ალკოჰოლი ანუ ესეთი პროდუქტები რომელიც რუსული სიტყვა კიდე უნდა მოვიშველო როგორ არის ეს ბრაჟენია სიტყვას ანუ მშავდება თუ რაღაცა ესეთი რა მოკლედ აა კომფორტულ გარემოს უქმნის ხო და კიდევ ეს წონის პრობლემები აი წონაზე გამახსენდა კიდე დღეს ვეუბნებოდი სოსოს რომ რატო ამეთქი აი ესე რომ აი ესე ატყუებენ ხალხს მეთქი ვანდასაც უთხარი ხო გუშინ ჩემთან ვიყავი და მეთქი რა არის მეთქი ეს რა ბლეფია მეთქი ეს რომ უნდა გიყვარდეს შენ თავი ისეთი როგორიც ხარ გასაგებია კი უნდა გიყვარდეს შენ თავი მაგრამ შენ თუ შენ გარეგნობა ვთქვათ რაღაც ოდნავ მაინც რაღაცა არის ხო და ის უკვე თავის მოტყუებაა რომ ჩაიხედოს არკეში და მოგწონდეს ის რასაც ხედავ ხო
ეხლა ძალიან ბევრი ვიცი, რომ ეხლა წონაშია უჭირს დაკლებად და რაღაცა, მაგრამ თავს ანუ აი ამ ბლეფით და ამით ნუ გეშებს, რომ უნდა გიყვარდეს თავი ისეთი, როგორიც ხარ. ამაზე მეტი ასე ვთქვათ, თვით როგორ ვთქვათ, თავის მოტყუება მეგონი არ არსებობს და ძალიან ცუდია ფსიქიკისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ დააჯერო თავი იმაში, რაც არ არის ქვეცნობიერში. ანუ ქვეცნობიერში უნდა იმ ადამიანს კარგად გამოიყურებოდეს, რომ ხედავს იქ ჟურნალშია თუ იქ არის, ნუ ყველგან ხო თქვა, რომ აი ისეა რაღაც ხო, ხა თვალი ჭამს და თვალი სვავს. ზოგი იტყვის, ახლა ზოგი ფიქრობს, რომ მე ვიცი ბევრიც ის, რომ ფიქრობს, რომ ქალი თუ თქვა წონის კრებას იწყებს, რაღაცა ვიღაცას ეფროჭება. აბსურდია. პირველ რიგში ადამიანი საკუთარ თავს ეფროჭება, მე ესე ვიტყვი, იმიტომ რომ ადამიანს კომფორტ ჯანმრთელობა რო ვთქვა, იქით გადავდოთ ცოტა ხანი, ცოტა ხანი. ანუ როცა ადამიანი სარკეში იყურება და თავის სხეულს უყურებს, ხო და უკმაყოფილია აქვს თუ არა ამას გავლენა მის ფსიქოლოგიაზე, აქვს თავისთავად. ვერ გავექცევით. ფაქტია და ცხოვრებაა, ესეა. მაგალითად მე ხა ხო ვთქვი კიდევაც რომ წელზე პრობლემები შემოხდა რაღაცა. ამის გარდა, აი წეღარ ვთქვი გადავდი აქეთ ცოტა. ამის გარდა მე ხო იმასაც ვხედავ რომ რაღაცა არ მომწონს, თქვათ. რა თქმა უნდა, ახლა ვიღაცა იტყვის, ახლა იმ ასაკშიც არ ახარ რომ რაღაც მოგწონდეს. გეგონოთ. მე ვიცი ძალიან ბევრი ჩემზე უფროსებიც იდეალურ ფორმებზე არიან და იდეალური კანი აქვთ. და კანი კიდე საიდან მოდის? კუჭ-ნაწლავიდან. ეს არის კანი არის სარკე. ანუ სარკე გაგებით, ანუ ყველაფერი რაც შეიმხლება ის არის გარეთ. ხასიათიც პირველ რიგში ხო ხასიათი წავაწყდი რაღაც ვიდეოს რომ მუცლის ხო არის ზოგს თხელი ფეხები აქვს ხელებიც თხელი აქვს მუცელი აქვს შებერილი ხო ხო მაგაზე კიდე ცალკე იყო რომ ნიკოლა ტესლამ რაღაცა იქით არ ვიცი რატო გარიეს ნიკოლა ტესლა მაგამ ბავშვი მაგრამ ყოველ შემთხვევაში მომეწონა ჰიპოთეზა თუ ესეთი ვარაუდი რომ ენერგეტიკა, ანუ ადამიანს როცა აქვს დაქვეითებული мотиваცია აქვს, ისეთი ხასიათი რა, მოდი უბრალო ადამიანურ ენაზე ვილაპარაკებ, ხასიათი არა აქვს, мотиваცია არა აქვს, რაღაცა მიზნები არა აქვს და მოწყენილია, რაღაცა პრობლემებზე ფიქრობს, რაღაცა ხო, თავისთავად აისახება ეს და ხდება გვიძლის, ასე ვთქვათ, ანუ პირდაპირ მიდის გვიძლზე რა ეს დაკლა. მე მეცნიერებით ვერ აგიხსენებთ რა და როგორ ხდება, მაგრამ მე როგორც მოვისმინე, მივხვდი, რომ ესეა, მართლა ესეა. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და მერე დანარჩენი უკვე პარაზიტები ცალკე ისა და ყველაფერი არის აი ესე გადაჯაჭვული ერთმანეთზე და ყველაფერს უნდა მიხედვა. ახლა როცა ადამიანი ასეთ გაჭირებულ ქვეყანაში იმაზე ფიქრობს, როგორ გადაირჩინოს თავი, როგორ რაღაცა გააკეთოს ისა ესა, საკუთარ თავზე ნაკლებად უწევს ფიქრი და მერე უკვე როცა ექიმთან ამოყობს თავს, მერე უკვე გვიანია ხოლმე როგორც წესი. ანუ საწყისშივე უნდა გამოვუყოთ ჩვენ თავს დრო დღეში რამოდენიმე საათი მაინც დაფიქრდე და გაანალიზო მაინც პირველ ეტაპზე რა და მერე უკვე დანარჩენი რაღაცა მიხედო თავს. მოკლედ, საკუთარ თავს უნდა მიაქციოს ყველა ადამიანმა ყურადღება და მერე უკვე უნდა იყოს მომსახურე პერსონალი. მომსახურე პერსონალი, ანუ ოჯახის წევრებისთვის, ნაცავებისთვის და ასე შემდეგ. პირველ რიგში საკუთარი თავი გავარიოთ და გაბარიოთ. არავინ თქვენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს. განსაკუთრებით ქალებს მიმართავ, ნუ კაცებიც არიან ზოგი ისეთი, რომლებიც თავის თავზე საერთოდ არ ფიქრობენ და სულ რაღაცა ოჯახის რაღაცა არიან ერთეულები, მაგრამ არიან ესეთი კაცები. რაღაც ეჭვმეპარება რომ მე კაცები მიყურებდნენ, რა ვიცი, რატომღაც ესე მგონია. არ მიყურებენ. გარდა ჩემი ნათესავის და კიდე ერთი-ორი შეიძლება იყოს მეგობრებიდან, ხო, საზოგადოებიდან. შესაძლებელი, არ ვიცი, მოკლედ ყოველდღიურად ახარ ვიღებ ვიდეოს, ასე თუ ისე ალბათ მიყურებენ. მაგრამ მე ვიცახი ზოგადად რა ესე უცხო ადამიანები.
შეიძლება არის ვიღაცა მიყურებს, არ ვიცი, ვერ ვიტყვი. ან ძირითადად ჩემი მაყურებლები არიან მამრიმოსები, ანუ ქალები, გოგოები, ბავშვები, გოგოები და უნდა ვისწავლოთ საკუთარი არა მხოლოდ სულზე ფიქრი, როგორც რელიგიურად წამსი გქონდეს რაღაცა და მორალის ჩამოყალიბება მოხდეს, ზოგს გენეტიკურად იმოსდევს, ზოგი სწავლობს, ხო და ამის გარდა არის კიდე სხეული, ხო? ჩაგვაბარა უფრო სხეული და უნდა მივხედოთ. სხეულსაც უნდა, ხო, ხა ესე არ ხდება ცალ-ცალკე. ხო, ზოგი მიიჩნევს, რომ აი, რა ვიცი, მე თავი უნდა უტყას, ის უნდა აკეთოს და წმენა ისა ესა და საკუთარი ჯანმრთელობა. ასეთებს ღმერთიც არ აფასებს. ღმერთი კანონზომიერება არაფერი საერთოდ არ დააფასებს. ასეთ მსხვერპ შეწირვას როგორ იტყვიან, ხო? ხო, რა ვიცი, ახლა მსხვერპ შეწირვაზე კიდე ის გამახსენდა, რაც რაღაცები ხდება. ძალიან არ სიამოვნებს არ მომწონს ეს ყველაფერი. მოკლედ ზიზღის მომენტი ჩნდება, აგრესია. ხანდახან ვფიქრობ, რომ ყვებამაც შეიძლება გამოიწვია ეს ყველაფერი. იმიტომ რომ იმდენი დანამატებია პროდუქტებში. მე ხა ბოსტნეულებზე ნაკლებად მაგალითად ნიტრატებზე და იმაზე საუბარი მე ვიცახი, სხვა დანარჩენია შეფუთული ყიდება, რაც აი შოკოლადის სახით იქნება თუ ანუ რაც იფუთება რა. და ეს გემოს გამოძლიერებლები და რაღაც ის ყველაფერი. ხო არა, ისეთ პროდუქტებსაც ახლა ხორცი რომ უფრო დიდ ხანს გაძლოს და ესეთი რაღაცებიც არის. მოკლედ წყალშიც კი რომ წყალმაც ახლა წყალი თქვენ ახლა ონკაიდან ან თიდან წყალი რო ავსოთ სადმე ხო ნაკადულიდან თქვათ ხო რამდენი დღე უნდა შეინახოთ რომ მე დალიოთ ხო და ბოთლში კიდე არ ვიცი მე დახურულ მდგომარეობაში წყალი როგორ შეიძლება იყოს ჯანსაღი წყალი არის რომელიც სუნთქავს რომელიც მოდის მოედინება მოკლედ მარტო წყალზე არ არის აქ საუბარი ნებისმიერი რაც მზადდება, ყველაფერში ხო არის რაღაც დანამატები და ვფიქრობ ესეც ახდენს, ესეც კი არა მე მგონი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ხასიათი მოდის პირდაპირ ჩვენი ასე ვთქვათ ხასიათი, ანუ განწყობა ხასიათი მოდის ჯანსაღი კვებიდან. ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ აი კარგ ხასიათზე დავდგები რომ მე შაურმა თქვათ მივირთვაო ხო? კი ეხლა იმ მომენტში ხო კარგ ხასიათზე დადგები, მაგრამ მერე რა შედეგს გამოიწვევს? ხები მძიმედ, უხასიათოდ. ანუ მარტო ის კი არა რომ გემრიელი იყოს და გიხაროდეს იმ მომენტში რომ შენი გემრიელობაც მიირთმევ. არა, მთავარი ის არის რა შედეგს გამოიღებს რომ უკვე მიირთმევ. უკვე შენში რო აღმოჩნდება ის რაღაცა პროდუქტი, ხო? რა შედეგს მიიღებ ამისგან, რა განწყობას მიიღებ. მე მაგალითად ახლა იოგურტს რომ მივირთმევ, ხო? მთელი დღის მანძილზე ენერგია და ვთქვათ, კაი განწყობა შეიძლება გამყვეს. მაწონი იქნება, იოგურტი იქნება, რაღაცა ესეთი რა. ხო. ან ჯანსაღად რო იკვებები რა, მე ვიცახი რომ ისეთი რაც არ იწვევს ამას რა ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის გადატვირთვას. ხა ის გამოსცემა დიდი გასეირნება რომ აი გლივდაფინეს რო ვინციცით ფილმი დიდი გასეირნება. იქ ინგლისელი რო არის მონასტერში სან მონაზონი ისინი მედიკები რო არიან და რო ისა ღვიძლი გაწუხებს რაცა გიყვარს გემრიელი ჭამა ხო და ეს გამახსენდა უცბად. ხო და ესე მეგობრებო მოკლედ მოვედი ახლა გამეღვიძე რომელი იყო ნუ ახლა დასვენებისთვის უფრო ცოტა გვიანი მინდა და გამეღვიძე რაღაც ესე დაახლოებით 11 საათის ის მაინც რომ გამეღვიძა ხო ან გამომეღვიძა 8 საათი რა იყო ხო რაც იყო ალბათ აწყობილი მოკლედ ჩეკდა და ქუხდა და ეხლა წყურს გარეთ
ხო და ესე მედიას მუშაობს მიკროფონი. კმაყოფილი არ ვარ ამ მიკროფონით, სიმართლე გითხრათ, მე უფრო სუფთა ესეთი როგორ თქვენ კიდევ რო სული სიტყვა უნდა მოვიშველიო, ბარხატნი, ხავერდოვანი ხო, ხავერდოვანი ხმა, რომ ისმის ესეთი რბილი. ესეთი მიკროფონი მოუწევს, მაგრამ ძვირი სიამოვნება, რა თქმა უნდა. კარგი მიკროფონი, კარგი ფასიც ღირს. ხო. ხო და ესეთი ამბები მეგობრებო, მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა, რომ მოვემზადოთ ცივი ზამთრი. ხო, პრინციპში ენა მიყივა, ცივი ზამთარი იქნება, რატომაც ესე მგონია. ხო, იმას თანამშრომელს მოუყევი რაღაც ადრე მეთქი, ესე მე კეცეშო დავიწესეობი, უარი ვთქვით, რომ ანუ ვინც დიდი ხანია მიყურებთ, კი იცით, რომ დიდი ხნის წინ, ძალიან დიდი ხნის წინ, სადღაც დაახლოებით 22-23 წლის რო ვიყავი, ეხლა ვარ 51-ის, 23 წლის რო ვიყავი, 23-24 წლის. მოკლედ დაქალების, ასე ვთქვათ, ჯიკაობის შედეგად დამაწყებინეს რა, მოკლედ ეს მკითხაობა ქვია თუ რა ვიცი რა ქვია მარჩი ყავაში ჩახება. ოღონდ ოფიციალურად რა, მოკლედ ხალხი მოდიოდა, მე სტატიები იყო ჩემზე დაიბეჭდა სტატიები, მოკლედ ტელევიზიიდანაც მირეკავდნენ, ეს ბოლო ხანებში იყო რაღაცა, რომ ანუ სტუმრად უნდათ მივეწვიეთ, არ ვიცი ალბათ არქივებიდან ამოქეკეს რაღაცა გაზეთებიდან რაღაცა, რომ ხო და ის არიწოდნენ, რომ უკვე მორჩა ეს ყველაფერი რა. ხო და ამას წინათ რაღაცა ვამბობდი, რომ მეთქი შეიძლება მეთქი მე კი დავასრულე და მორჩა ეს ყველაფერი, მაგრამ ნიჭი ხო არ გამქრავა და ხო არ წასულა რაღაცას. სხვათა შორის მე თვითონ მიკვირდა საიდან, როგორ, რანაირად, არ ვიცი, აი ვამბობდი სრულდებოდა, ხალხი რომ მოდიოდა, ვთქვათ, ისევ და ისევ მოდიოდა ჩემთან. ზოგი ძალიან უხალწი წინადადებებით მოდიოდა, რომ ეს ჩადოების ის და მეთქი მე ესეთ რაღაცები არა, ანუ მე მხოლოდ აი ყავა და მოკლედ ეს იყო ჩემი დაქალის ესე ვთქვათ, გაჩალიჩებული. მაინც ოსახში ხარო ბავშვი უფრო სპეციალ ხალხარაკი პატარა იყო მაშინ. ხო და ფული გჭირდება რთული პერიოდი იყო 90-იანები. მოკლედ ნიჭი გაქვსო და რატომ არაო და სხვათა შორის ჩემ დაუკითხავად რეკლამა გაუშვა. მაშინ მორბენალის ტრიქონი იყო, კონი როსტავიოზე ალბათ. და სახელიც დამარქვა. მაშინ დამარქვა ლელა. ხო და ყველას უკვირდა სოფლები კითხულობდნენ, ვინ არისო ჩვენ უბანშიო მკითხავი ლელაო. ყველა აქებს და ყველა ეს ელაპარაკობს, რომ ძალიან მაგარიაო ისაო და კარგა ხანი უბანში ჩუმად ვიყავი გათრუნული, ხმაც არ ვიხებდი, რომ წვენო და როგორ უნდა მეთქანო ახლა რა საამაყო ეგ იყო, ხო? ხო და ასე რომ ესეთი ამბები იყო. ხო და ალბათ მაქვს ეს ცოტა ხედვის მომენტებიც, რომ რაღაცები დავინახო. მაგრამ ახლა შეგნებულად ვინმე რომ თხოვოს არ ესე არა. ხო და ესე მეგობრებო, ამას არც წინასწარმეტყველება და არც ნიჭი ჭირდება, ისედაც ლოგიკურია, რაც ხდება, რა შედეგამდეც მიდის ჩვენი სოფლიო. ოდნავ გონიერებაც კი საკმარისია, რომ ამას მიხვდე. მოკლედ ესეთი ამბები, კარგი თამბადროებით, დაგემშვიდობებით, უკვე პირველს ხო უკლია საათი უკვე გავიკეთე, მაინც ყოველ შემთხვევაში. პირველს უკლია 20 ნახეთ როგორ გაანათა, მგონი კამერაზე გამოჩნდა. პირველს უკლია 20 წუთი და არ ვიცი ხო სადილე მოუწადოს ასოს. ეს სადაც ახლოს ჩამოვარ და მეხი. აი რო იტყვი ალბომი ხო? მეხი კიდე. ზუსტად ესეთი რაღაც. ხო და ეს არ ვიცი მე გარეთ გასვლა უსაფრთხოა. COVID-ის ქვეშ. ხო არა, მეც დიდი გზა არა, მაგრამ გასავლელი უცებ გადასარბენი ვარ აქვე. კარგით მეგობრებო, დროებით და მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ.
გაუფრთხილდით თქვენ თავს, პირველ რიგში თქვენ თუ არ გაუფრთხილდით, ხო იცით, ბირჟონავ ბირჟოდანო. გავრცელებულს ღმერთიც უფრთხილდებაო. მოკლედ, დროებით აბა და გაქოცეთ ყველას.